თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ კონკურენტი კომპანიები ბრძოლის ახალ მეთოდზე გადავიდნენ. ბატალიებმა სარეკლამო ველზე გადაინაცვლა, იარაღი კი სარეკლამო რგოლები გახდა. შეფარვითი ომი, ქვეტექსტები და რა დატვირთვა აქვს რეკლამაში ფერს, სლოგანსა და ბრენდის ნიშანს, როცა მას ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ. იცის კი ფუტკარმა თუ ბზიკმა ბალი რა ხილია, ან იდეალური სახის ნაკვთების ქვემოთ როგორი მოყვანილობის ტანი იმალება, მომღიმარი და სათნო სახის მიღმა რა ხასიათია. ლევან ტაბიძე სარეკლამო ომის შესახებ კონკურენტებს შორის. გეგონა გზარებზე კარგი ფასი ჰქონდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ძალიან დიდია. დაბალმა ფასმა მოგხიბლათ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი რეკლამა, თუმცა უფრო დიდი ქვეტექსტით ვიდრე ახალი ტარიფია. 28-წამიან რგოლში კონკურენტებზე საუბარს გაცილებით დიდი დრო ეთმობა, ვიდრე თავად შემკვეთს. კლიპში გადაღებულ გოგოებს, რომლებსაც ნაკლოვანებები აქვთ, მაგთის და ჯეოსელის კორპორატიულ ფერებში აცვიათ. მინიშნების მიუხედავად ბილაინში ამბობენ, რომ რეკლამა მხოლოდ ახალი ტარიფების პოპულარიზაციას ემსახურება და კონკურენტების წინააღმდეგ არ არის გათვლილი. ეს რეკლამა ასახავს ბილაინის სატარიფო გეგმებს და ჩვენს მიერ შეთავაზებას კლიენტებისთვის. თუმცა მინდა დავამატო, რომ რეკლამის თავისებურება ზუსტად ის არის, რომ სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე რეკლამას სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებს. ყველანაირი ქვეტექსტის არარსებობის მიუხედავად ბილაინის ახალ სატარიფო კლიპს ბალის რეკლამა მოყვა. ქვეტექსტები არც აქ არის, თუმცა ბალი ბიჭუნა ალბათ შემთხვევით, მაგრამ მაინც ყველასთვის ნაცნობ მწერს, ჭიქაში იჭერს და საინტერესო კომენტარსაც აკეთებს. ბილაინისგან განსხვავებით აქ ყველაფერი უფრო ნათელია. გზიკმა რა იცის, ბალი რა ხილია. ქართულ ბაზარზე განსხვავებული სახის და შინაარსის კლიპების გამოჩენა არ უკვირთ თავად PR და სარეკლამო კომპანიებს. ისინი ამგვარ რეკლამას ბაზრის განვითარებით და სპეციფიკით ხსნიან. ამბობენ, რომ მსგავსი რგოლები მაყურებელს უფრო ამახსოვრდება და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეთიკის ნორმების დარღვევას კი ვერ ხედავენ. ხაც გამოჩნდა რამოდენიმე მათგანი, მაგრამ ამის ანალოგებიც გვაქვს, აი შარშან საახალწლო რეკლამა გადიოდა საქართველოს ბანკის. აქ საქართველოს ბანკის თქვა კორპორატიულ ფერებშია გამოწყობილი თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი და სხვა ცნობილი ბანკის კორპორატიულ ფერებშია გამოწყობილი ასე თქვა სნეგურაჩკა თუ თოვლის ბებია თუ რა დავარქვა ამას, ანუ რაღაც უპირატესობაზე, რაღაც იმაზე ყურადღების გამოხილება ხდება. ყველა გზა შეიძლება რა იხმარო რეკლამისთვის, არაფერი, ნუ ამაში კონკრეტულად არაფერი ეთიკის დარღვევა არ არის. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ხედავ, თუმცა ძალიან ბევრი უკეთესი გზები არსებობს, რითიც შეიძლება ადამიანს მოაწონო შენი პროდუქტი. კიდევ ერთი რეკლამა, რომელიც ასევე ქვეტექსტების გარეშე შეიქმნა, ლიკანს ეკუთვნის. ისევე როგორც წინა შემთხვევებშიც აქაც კონკურენტები ფიგურირებენ და ბრენდის უპირატესობებზეა გათვლილი. ყველასათვის ნაცნობ ბოთს ლიკანი აკრილებს. შეიძლება მაყურებელმა ეს რაღაც სხვანაირად აღიქვა ეს ბოთლი, ან იფიქრა, რომ რაღაც სხვა წყალს მიამსგავსა, მაგრამ ამაში არის გაერთიანებული ყველა დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული მინერალური წყლები. რეკლამაში აშკარა ქვეტექსტების და კონკურენტების კორპორატიული ფერების გამოყენებას კანონი არ გრძალავს. ცალკე აღებული ერთი ფერი რომელიმე ბრენდის სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება. თუმცა მსგავსი შინაარსის მქონე კლიპებზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საზღვარგარეთ. როგორც წესი, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ესეთი შინაარსის მქონე რგოლები კონკურენტების პასუხით და სასამართლოდ დავით მთავრდება. ვერც ერთი კომპანია ვერ დაირეგისტრირებს ფერს. როგორც ასეც ამ ფერთა კომბინაციას, უბრალოდ ფერთა კომბინაციას სასაქონლო ნიშნად, მას შეუძლია რაიმე სიმბოლო დაირეგისტრიროს ფერითან ფერთა კომბინაციით. შესაბამისად, ფერის გამოყენება რეკლამაში აპრიორი არ გულისხმობს, რომ ვინმე სასაქონლო ნიშნების რომელიმე კომპანიის უფლებები სასაქონლო ნიშნად დაირღვა. ზოგჯერ დამცინავი და ზოგჯერ სახალისო სარეკლამო რგოლების მიუხედავად, კონკურენტი ფირმები ერთმანეთის წინააღმდეგ სასამართლოში არჩევიან. როგორც ჩანს, სარეკლამო ბაზარზე ასეთი რეკლამები ყველაზე კარგად იყიდება.